ამბროლაურში საახალწლო სოფელში მისულ სტუმრებს დღეს განსხვავებული გარემო დახვდათ. სადღესასწაულო ილუმინაციებით მორთულ ქუჩებში კი მოსახლეობის განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. პატარებს თოვლის პაპა მასპინძლობდა და საჩუქრებს გადასცემდა. ღონისძიებების ფარგლებში ამბროლაურის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. საღამო კი გალა კონცერტით და მთავარი ნაძვის ხის ანთებით დასრულდა. დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა არის. ამ მთების შვილები ვართ, აქ გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა და ამ სტატუსით კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეძლევა იმისა, რომ უფრო მეტად მივხედოთ რაჭას. უზრუნველყოთ, რომ არც ერთი სოფელი არ იყოს დაცარიელებული ზამთარში. ჩვენს რაჭაში არის წინასაახალწლო განწყობა. მთავრობის ადმინისტრაციის და კულტურის სამინისტროს დაგეგმარებით გაიმართა გალა კონცერტი. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ და ბედნიერებას გისურვებთ. საუკეთესო წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ახალი წლის დღეებს უმასპინძლა ხარაგაულმაც კულტურისა და დასვენების პარკში წარმოდგენილი იყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის. სტუმრებისთვის კი საჩუქრებს თოვლის პაპა არიგებდა და მათთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა. დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართული ესტრადის მომღერლები მონაწილეობდნენ. დღეს ძალიან ლამაზია, განსაკუთრებულად ლამაზია ხარაგაული, ზეიმობს ხარაგაული, ახალგაზრდობა გამოსულია. მადლობა გვინდა გადაუხადოთ მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე კულტურის სამინისტროს, რომელმაც ეს საჩუქარი კონცერტის სახით ხარაგაულელებს მოუტანა. ფანტასტიურად ჩაირა, როგორც ყოველთვის. ფანტასტიკური მსმენელი ყავს ხარაგაულს და გავახარეთ ყველა. მინდა დამდეგი მიულოცო დიდი სიყვარულით ჩემს საყვარელ საქართველოს და გისურვოთ ყოველი საუკეთესო. საშობაო სოფელი მოეწყო ყვარელშიც. დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას თბილისიდან მიწვეული მომღერლები იღებდნენ. წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა და ნაძვის ხე აინთო მარნეულშიც. განწყობა მართლა წინასაახალწლო და დიდი მადლობა ყვარელს ასეთი დახვედრისთვის. მეგობრებთან ერთად ვარ მოსული, ძალიან ლამაზი გარემოა, საახალწლო განწყობაც იგრძნობა, მეგობრებთან ერთად ვარ და ყვარელი ძალიან ლამაზია, გილოცავთ ახალ წელს. მე მინდა ყველა ორგანიზატორს მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. მინდა ყველა მარნეულებს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ თითოეულ მოქალაქეს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. მინდა უსურვო მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, ეს წელი ყოფილიყოს ხვავისა და ბარაკის მომტანი თითოეულ ოჯახისათვის. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ხვალ ღონისძიებები დუშეთში, ცაგერში, ხონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და მარტვილში გაიმართება.